ხო მაგარია თოლში, ყინვაში, აღმართში, დაღმართში, ხო? აი არის ზუსტად საქართველოსთვის, თბილისისთვის. დიდი ავტომობილით ვერსად ვერ მივდექი, ვერ მოვდექი და ამ ავტომობილით კიდე ყველგან დავდივარ და აი ესეთი კომფორტული ავტომობილი, აი მე არ ვიცი, ესეთი კომფორტული ავტომობილი Mercedes-იც მყავს, Maybach-იც მყავს, Range Rover-იც მყავს. აი ყველა მანქანაა, ხო? და ყველა ახლები 9 მანქანა აღენია გარაჟში. მაგრამ ეს მე ამით დავდივარ, იმიტომ რომ აი მანქანა მიყვარს, აი მართლა მიყვარს, იმიტომ რომ იმდენად კომფორტულია, რომ აი მინუსი არა აქვს. მანქანა აი ავიღოთ არ მინდა სახელი დავასახელო, ჩვენმა მეგობარმა გამოიყვანა ერთ-ერთი ცენტრიდან $200,000 გადაიხადა და აუ ბიჭო მაგარი ბიჭი ვარო და ბაკურიანში წავიდა, მოვიდა და ტვინი აერიაო, კომპიუტერსო ტვინი აერიაო და ჩხუბია, კივილია, წივილია, იმ კაცმა უთხრა ცენტრის მეპატრონემ ჩქარა გივლია, ბიჭო მანქანას 300 აქვს, სიჩქარე და ჩქარა უნდა იაროს, რა შუაშია, პადნოშკა არ გამოდის. ისო თოვლი მოხდება, ბიჭო ხან თოვლი მოხდება, ხან წვიმა მოხდება, ხან ტალახი მოხდება. $200,000 მანქანა შეიძლება ეს პადნოშკა გაუფიშტეს 3 დღეში. აი ეს არის ავტომობილი, რომელსაც აი მე არ ვიცი, აი ხო ამით დავდივარ, ეგერ დგას ჩემი ავტომობილი, ხო? არის აი მე არ ვიცი. აი არის საუკეთესო. არც დიდი